ვენაში ეუთოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის გახსნითი სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარი გადაწყვეტილების მიღებ ორგანოს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამტკიცება. ავსტრიიდან პირდაპირ ეთერში სალომე ქოქიაშვილი გვერდდება. სალომე, გისმენთ. 2009 წლის შემდგომ საქართველოს ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარის პოზიციას უბრუნდება. როტაციის პრინციპით საქართველოს ოფიციალურად ეს პოზიცია თავმჯდომარის პოსტი გადმოიბარა 14 აპრილს, თუმცა ოფიციალურად ფორუმის ფორმატში პირველი, ასე ვთქვათ, სხდომა საქართველოს თავმჯდომარეობით შედგა დღეს და გაიხსნა ის, რა თქმა უნდა, თავმჯდომარე ქვეყნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საკმაოდ ვრცელი მოხსენებით, რადგანაც მაკა ბოჭორიშვილმა აქ ვენაში ეუთოს შტაბ-ბინაში ძალიან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საქართველოს გეგმები, რა გზით ივლის საქართველოს ამ ორგანოს თავმჯდომარეობისას და რას ნიშნავს ზოგადად ეს პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ამ მოვალეობას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოსია ეუთოსი უწევს საკმაოდ რთულ დროს. ეს ითქვას, რომ ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი არის ეუთოს ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების დაცვას კონტინენტზე, სამხედრო ინტერვენციებისა თუ კონფლიქტების პრევენციას, ადამიანის უფლებებს ამ თვალსაზრისით და ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარება არის ახლა მსოფლიოში. იცით, რომ ერთ-ერთი მთავარ და ძირითად გამოწვევა ჩვენი კონტინენტის არჩება 2022 წელს უკრაინაში დაწყებული ომი, რომელიც ამავდროულად ისევ გრძელდება და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ამ ფონზე, მაშინ როდესაც ღვივდება ახალი კონფლიქტები, პერიოდულად მწვავდება ახალი კონფლიქტები, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს საქართველოს თავმჯდომარის პოზიციის, თავმჯდომარეების როლის შესრულება, მაგრამ საქართველოს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პოზიციას, როგორც უკვე გითხარით და როგორც უკვე აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი სიტყვით გამოსვლისას. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გეგმებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ექნება რამოდენიმე ძირითადი მიმართულება ამ პოზიციაზე მუშაობისას, საკუთარი თავმჯდომარეობის დროს. ეს იქნება სამი ძირითადი მიმართულება, მათ შორის ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონფლიქტების გავლენის შემცირება ქალებსა და გოგონებზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი კონფლიქტისას ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთოს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ამავდროულად უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები. მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების გამტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. ამ კონტექსტში საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ამ ფონზე ფორუმმა უნდა შეასრულოს გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მთავარი პლატფორმის ფუნქცია. მისი საქმიანობა საკვანძოა ეუთოს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ფორუმის გახსნის სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის ამ ფორუმის თავმჯდომარეობა და ჩვენი ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისათვის, რომ ფორუმმა იმუშაოს რაც შეიძლება უფრო ეფექტურად. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს საკმაოდ მძიმე და დატვირთულ გამოცდილებაზე, რაც უკავშირდება მაგალითად შეიარაღებულ კონფლიქტებს თუ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ცხოვრებას. იცით, რომ საქართველოს
საქართველოს ტერიტორიების 20% რჩება ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი არის ის თუ რამდენად მძიმეა იცხოვრო ოკუპაციის პირობებში. შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი გამოცდილება მოხმარდება იმას, რომ დიალოგი ამ ფორუმის ფარგლებში იყოს უწყვეტი, რომ ქვეყნებს შორის იყოს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია კონფლიქტების პრევენციისა თუ უკვე არსებული კონფლიქტებისას არსებული საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამავე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ EUTOS-ში საქართველოს როლი, ასე ვთქვათ, ამით არ შემოიფარგლება და საქართველოს წელს უკვე პირველად თავის ისტორიაში გააკეთა განაცხადი თავად EUTOS ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე და ესეც საქართველოსთვის, როგორც მინისტრი აღნიშნა, ასე ვთქვათ, გამოსვლისას არის საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია. ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას. სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით. ჩვენ მხარს უჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობას და პრაქტიკული ზომების მიღებას EUTOS მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა. ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენას და საბუძლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს EUTOS თავმჯდომარეობაზე. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობის და პრაქტიკული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას. საქართველომ ეს პოზიტი და პოზიცია გადმოიბარა საფრანგეთისგან, როგორც გვეკითხარით 2026 წლის 14 აპრილს და თავმჯდომარის მოვალეობას, თავმჯდომარის პოზიციაზე ჩვენი ქვეყანა დარჩება შემდგომი 4 თვის განმავლობაში. ამის შემდგომ კი თავმჯდომარის, ასე ვთქვათ, პოზიციას და უფლება-მოვალეობებს საქართველოს უკვე დიდ ბრიტანეთს გადააბარებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.